გავაგრძელებ მეგობრებო, წეღან გაწყდა ლაივი. ნეტ არ შეიძლება აი ამ ლოკაციის მიხედვით დაბლა რაც ჩანს აგურები თუ აგურები კი არა და მიწა რაც ჩანს, აი ამის მიხედვით დადგინდეს თუ სად არის გადაღებული, ზემოთ არის მლეთაში გადაღებული თუ ქვემოთ. ესე იგი როგორც დადგინდა წინა ლაივში გამიწყდა ლაივი, კადრი გაწყდა, იმიტომ რომ და ელემენტი აღარ იყო. ელემენტი ქვია თუ რას ქვია, ენერგია აღარ იყო. ბავშვები აქ როგორც ამბობენ, ეს არის უკვე რომ ჩამოვიდნენ, მაშინ გადაღებული სურათი. რომ ჩამოვიდნენ, მაშინ გადაღებული სურათი თუ არის. მობილურები არც ერთს არ გქონდაო და აგერ ამ ბიჭს ხელში უჭირავს მობილური, რომელიც ანათებს. აი იმ ბიჭს, რომელზეც გურიკა არის დაყრდნობილი. მაგას უჭირავს მობილური, რომელიც ანათებს და დავიჯერო მაგას არც ერთი სურათი არ აქვს გადაღებული. გარდა მაგისა, თუ სურათები არ იყო, ეს რა სურათია? ეს არის გურიკას მობილურიდან გადაღებული სურათი. მოდი ახლა დავაზუსტებ მაგასაც. ეს სურათი ახლა რასაც უყურებ, გურამის მობილურიდან არის გადაღებული? გურამის მობილურიდან არის გადაღებული. მას გადაიწვაო და წავშალე ყველა სურათიო დეიდა კერდა მამიდა რო იძახის, მაგას რაღაც. ამ დროს უკვე მლეთაში ლომისობიდან ჩამოსული არიან, როდესაც ეს სურათი გადაიღეს? ჩამოსული არიან. ანუ ეხლა დგანან მარშრუტკასთან ახლოს დგანან? ამ სურათზე ყველა ეს ჯგუფის წევრი მარშრუტკასთან ახლოს დგას? ანუ ვერ იგებს ტრანსპორტთან. კარგი, მარშრუტკით იყვნენ წასულები? კი. მარშრუტკის მძღოლი ეხლა აი ამ სურათს როცა იღებენ, აქ არის? არა. ამის მერე ბიჭები კიდევ ადიან ზემოთ? ნაწილობრივ არა. ანუ რამდენიმე ამ ბიჭთაგან შორის, მათ შორის გურამიც კიდევ ადის ზემოთ? ნაწილობრივ არა. ესენი ყველა მარშრუტკით წამოვიდნენ სახლში? არა. გურამი დარჩა იქ? არა. გურამი და რამდენიმე ბიჭი დარჩა იქ? არა. გადანაწილდნენ სხვადასხვა მანქანებში? მოკლედ, ერთი მანქანით იყვნენ წასული? არა. ანუ მათ შორის რომელიმე მანქანით იყო წამოსული? წასული? გასაგები, ანუ ესე იგი მანქანით იყვნენ წამოსული და ამ მანქანაში, რომლითაც წამოსული იყვნენ, ჩასვეს გურამი? კი.
ესე იგი, გურამი და რამდენიმე ბიჭი სხვა მანქანით წავიდნენ? გურამი, რამდენიმე ბიჭი და მათ შორის გვანცად სხვა მანქანით წავიდნენ? ესე იგი, გვანცად წაიყვანეს თავისთან. გვანცამ იცის რა მოხდა? გვანცამ იცის რა მოხდა. ვინ არის გვანცა ოჩი აქედან? რომელია გვანცა? ანუ გვანცა და რამდენიმე ბიჭი, მათ შორის კახაც, წავიდნენ სხვა მანქანით. და ვითომ გურამის ეძებდნენ? ანუ მძღოლთან გაითამაშეს, რომ ვითომ გურამის ეძებდნენ? მარშრუტკის მძღოლთან გაითამაშეს, რომ ვითომ გურამის ეძებდნენ? ამიტომ მარშრუტკის მძღოლმა არაფერი არ იცის. კარგი, გასაგებია. ესე იგი, რამდენიმე ბიჭი, მათ შორის კახა და გვანცა, წავიდნენ სხვა მანქანით? კი. რამდენიმე ბიჭი, გვანცა და მათ შორის კახაც წავიდნენ სხვა მანქანით. მარშრუტკის მძღოლს გაეთამაშნენ, დადგეს ესეთი სცენა, რომ ვითომ გურამი დაიკარგა და გურამის საძებნელად არიან წასულები. ესე იგი, გამოდის, რომ ამ მანქანით, რომლითაც წავიდნენ გურამი, გვანცა, კახა და კიდევ ძაგანა და კიდევ ალბათ სხვა, ეს მანქანა სხვა მიმართულებით წავიდა? კი. მანქანას კახა მართავდა? მანქანას მართავდა კახა. სად წაიყვანეს მანქანით? საქართველოს რომელიმე ტერიტორიაზე? საქართველოს შიდა ტერიტორიებზე გადანაცვლდნენ? არა, არ გადანაცვლდნენ საქართველოს შიდა ტერიტორიებზე. თამარ ჯიპზე გკითხე რა, თუ იდგა იქ შავი ჯიპი. ჯიპით იყვნენ მისული იმ ადგილზე, სადაც შემდეგ გამოიყვნენ მარშრუტკას? კი. ამის შემდეგ ჯიპით გურამი, კახა, ძაგანა, გვანცა და შეიძლება კიდევ სხვა წავიდნენ მონასტერში? მონასტერში წავიდნენ. წმინდა გიორგის გერის მონასტერში ავიდნენ? წმინდა გიორგის გერის მონასტერში ასულან, რომელიც დღევანდელი ტერიტორიით ოსეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. დღესაც იქ უნდა ვეძებოთ გურამი? არა, არა, არა. ესე იგი, გურამი შემდეგ გადაიყვანეს იმ მონასტრიდან სხვა მონასტერში? გერის მონასტრიდან სხვა მონასტერში გადაიყვანეს გურამი? კი. ეხლა რომელ მონასტერშია გურამი? საქართველოს ტერიტორიაზე მდგარ მონასტერშია გურამი? კი. გურამი ბერია ეხლა? გურამი ბერია. მაშინ მე მაქვს კითხვა, რატომ არ დაუკავშირა დედას? ახსოვს, რომ დედა ყავს? გურამის ახსოვს, რომ დედა ყავს? გურამის არ ახსოვს, რომ დედა ყავს. რატომ არ ახსოვს, რომ დედა ყავს? საერთოდ არ ახსოვს დედამისი? დედამისი საერთოდ არ ახსოვს. მამა თუ ახსოვს გურამის?
მამამისი ახსოვს გურამის? მამამისი ახსოვს. მამამისს ხვდება ხოლმე? შიგა და შიგ? მამამისთან კონტაქტი აქვს დღემდე. მამიდამისაც ხვდება ხოლმე შიგა და შიგ? კი, მამიდამისაც ხვდება. ანუ გურიკასთან მამიდას და მამას აქვთ დღემდე კონტაქტი? კი. და დედაზე რა მოუყვნენ? მოუყვნენ რამე დედაზე, რომ თქვათ ან გარდაიცვალა ან აღარ არის ან მოკლედ დედაზე მოატყუეს გურამის რამე? დედაზე მოატყუეს რამე. მოუყვნენ რომ ვითომ დედა გარდაიცვალა? მოუყვნენ რომ ვითომ დედა გარდაიცვალა. ბავშვს ანუ გურამის გონია რომ დედამისი არის გარდაცვლილი? კი. ამიტომ დედამისზე აღარ ფიქრობს? არა. ანუ ახსოვს რომ დედა ყავდა? ახსოვს რომ დედა ყავდა და მოატყუეს ბავშვი რომ დედა გარდაიცვალა. აზე ხარ თქვენ რა გააკეთეს? ხო გეუბნებით რა, ბავშვი არის ცოცხალი რა. იმასაც უმალავენ ეხლა აი ამ ამბებს. ეხლა ეტყობა სადღაც აყავთ გადამალული უეჭველი რა, იმის ყურამდე რო არ მივიდეს რომ დედამისი ეძებს. ეხლა რომ რაღაცა გაჟღერდა ბერი რო ყავთ ჩაკეტილი, სადო დარიალის სადღაცა მონასტერში. გურამი ეხლა გადამალული ყავთ რომ მის ყურამდე არ მივიდეს რომ დედამისი ეძებს? გურამი ყავთ გადამალული, სადღაცა ყავთ გადამალული რომ მის ყურამდე არ მივიდეს რომ დედამისი ეძებს. ასე ბავშვს მოატყუეს, რომ შანსი არ არის გურამი არ გაჩერდებოდა იქ. ანიმაც შეიძლება არაფერი არ იცის თამუნა. ანიმ შეიძლება საერთოდ არაფერი არ იცის. გვანცამ იცის რა მოხდა, კახამ იცის რა მოხდა, ძაგანამ იცის რა მოხდა და მამამისმა და მამიდამისმა იცის დღემდე კონტაქტი აქვთ ამ ბავშვთან. გურამის მიუვა ეს ამბავი? კი, გურამი თავისი ფეხით გამოჩნდება, თავისით გამოვა იქიდან? კი. მოკლედ ბავშვი ყავთ სადღაც გადამალული, იმის ყურამდე რო არ მივიდეს სოფოს ამბავი, შანსი არ არის მიუვა. და საბოლოო ჯამში გურამი თავისი ფეხით გამოვა. გურამი თავისი პირით ამ ხელს ვითომდა აი ამ ეკლესიაში შემალულ გველებს? კი. საფლავის ნახვას არ მოინდომებდა ელენე, იმიტომ არ მოინდომებდა, რომ ბერებისთვის, როდესაც ბერად გაკურთხებენ, შენთვის ეს სამყარო სრულდება. ანუ აღარ აქვს მნიშვნელობა საფლავს, კარს, სახლს, დედას, მამას, მაგას მნიშვნელობა აღარ აქვს. შენ კვდები ამ სოფლისთვის, გესმის? ამიტომ არავინ არ გამოუშვებდა. მე ეს წესები იქიდან ვიცი, რომ ჩემი ძმა არის ბერი. არავინ არ გამოუშვებდა ნებართვის გარეშე, დაჟე მამა ჩემი საავადმყოფოში იწვა ხოლმე, ჩემ ძმას უნდა აიღო თავისი ეპისკოპოსიდან, იმისგან, წინამძღვრისგან ნებართვა, რომ მამამის სტუმრებოდა იმაში რეანიმაციაში. ანუ ნებართვას თუ არ მისცემდა წინამძღვარი, არავინ არ გამოუშვებდა არც მამამისის საფლავზე, არც მამამისის თუმცა არიან წინამძღვრები, რომლებიც თანხმობას განაცხადებენ და მამის მოსანახულებლათაც უშვებენ და დედის მოსანახულებლათაც. გურამი მოითხოვს დედის საფლავზე წასვლას?
მოითხოვს. წინამძღვარი, რომელიც მასთან არის, არ უშვებს გურამის? არ უშვებს. გურამის ხილვა იქნება და ისე გაიგებს ამ ამბავს? ხო, გურამის იქნება ხილვა. ისევ ზეციური ძალები ერთვებიან ამ საკითხში, მეგობრებო რა. გურამი როგორც ჩანს ზეციური ძალებისგან იქნებიან დაეჭვებული. გურამი დაეჭვდება ზეციური ძალების მიერ. ის მოითხოვს დედამისის საფლავზე წასვლას და იქ უკვე, როდესაც წინამძღვარი უარს განაცხადებს, აქ უკვე რაღაცას მიხვდება ბავშვი, ბიჭი. გურამი მიხვდება, რომ დედამისი ცოცხალია? კი. გურამი მიხვდება, რომ დედამისი ცოცხალია და ამიტომ თვითონვე გადაწყვიტავს, რომ რაღაცა ძალებს მიმართოს? კი. მამამისი, ხო, მამამის ვერ ანუ ნახე ახლა რა ხდება აქ როგორ რაღაცა. თუ ბერს არ ესტუმრები, იმას არ აქვს უფლება რომ შენ გესტუმროს, ანუ მამამის, დედას, ანუ იმას. როგორც ჩანს, აქ ქალბატონო სოფია ახლა რა, აი პირდაპირ გეუბნებით. როგორც ჩანს, თქვენს მეუღლეს უნდა დააძალოთ აუცილებლად ბავშვთან მიგიყვანოთ. თუ ბავშვთან არ მიგიყვანთ, მეუღლე მიცი სადაც არის, მათ როგორც ჩანს კონტაქტიც აქვს ბავშვთან, ჩვეულებრივად ერთადერთი რაც შეიძლება კიდევ გააკეთოთ, ქალბატონო სოფია, არის ის, რომ თქვენვე ისე ილოცოთ და ზეციურ ძალებს ისე დაუკავშირდეთ, რომ ბიჭმა დაგიწყოთ მოძებნა რა. დაეჭვდეს, რადგან დედის საფლავზე არ გიშვებენ, უშვებენ, იქ რაღაცა ღონეს უნდა მიმართოს. აუცილებლად თქვენი ლოცვით უნდა რაღაცა გააკეთეთ, თორე აი იმდენად გასაიდუმლოებულია აქ, რომ რა ვიცი, რამდენი წელი შეიძლება გაგრძელდეს ეს ამბავი რა. ბიჭი უკვე ეჭვობს, რომ დედამისი ცოცხალია? ბიჭი ეჭვობს, რომ ცოცხალია დედამისი. სულ მარტო ცხოვრობს ახლა? არა, სულ მარტო არ ცხოვრობს. ბერებთან ერთად ცხოვრობს? ნაწილობრივ. წინამძღვართან ერთად ცხოვრობს? განცალკევებულად ცხოვრობს? ჩაკეტილი ყავთ? ნაწილობრივ, ყველაფერი ნაწილობრივ. ანუ ჩაკეტილი ყავთ, რეალურად გამოკეტილი ყავთ რა. ანუ რა მიზნით ყავთ გამოკეტილი? აი არ ვიცი რა, ვინც იცით ბერებო, ძალიან გთხოვთ რა, ეს ამბავი თუ გინდათ რომ მართლა ზეციური ძალების მიერ იქნეს მართული. ძალიან გთხოვთ რომ ამ ბავშვს მიაწვდინოთ რაღაცნაირად, ან წერილობით, ან ხმა, ან შეიპაროთ, ჩუმად მიხვიდეთ და ისე უთხრეთ რომ დედამისი ეძებს მას. არ იცის ბავშვმა რომ ცოცხალია დედამისი. ბიჭმა არ იცის რომ ცოცხალია დედამისი, გონია რომ მკვდარია. და დედასაც გონია რომ შვილი არის მკვდარი. რატომ გადაწყვიტეს ეს? დედმამამ მამამისმა და მამიდამ რატომ გადაწყვიტეს რომ დაემალათ ბავშვი? შურის ძიების გამო? ხო, ნაწილობრივ რაღაცა არ უნდათ რა, ეგონათ რომ ბავშვს კარგავდნენ თუ კი დედამისთან იქნებოდა? ხო. ამ სამყაროში როცა ბერები ბოლო მოდელების ტექნიკით სარგებლობენ, ამას რატომ უჭირს კონტაქტი რაღაც ვერ გავიგე. ნინო, ბერებს აძლევენ თავისი მშობლები. თუ მშობელი არ მოგიტანს უმაღლეს ტექნიკას, ვინ მოგცემს შენ საერთო ტექნიკას? როგორც ბერი ხარ სადღაცა
მთაში ხარ გადაკარგული და ისიც რასაც გაჭმევს შენი წინამძღვარი იმას ჭამ შენ არანაირი უფლებები არ აქვს და არანაირი ძალა არ აქვს არც ფული გაქვს არც იმის საშუალება რომ იქიდან წამოხვიდე მარტო ისეთ ადგილებზეა მონასტრები რომ ფეხითაც რომ გამოიგზე შეიძლება დაცვა შეგჭამოს ანუ მონასტრები იმიტომ აქვს ესე შორს რაღაცეები ხდებოდა ყოველთვის მანდ რა მონასტრებში და ანუ ბიჭი თავისინებით ვერ წამოვა ეხლა მამამის ხო არ მოსთხოვს რომ მობილური მომიტანე მამა თუ არ მისცემს მობილურს ან მამი და ეს ვერ მოსთხოვს და რომც მოსთხოვოს ბავშვმა მობილური ესენი არ მიუტანენ თორე ხო გასკდება ეს ამბავი და ხო გაიგებს რომ დედამისი ცოცხალია ანუ ამ სამყაროს სრულიად მოწყვეტილი ხარ როგორც ბერი მკვდარი ხარ რა მკვდრად ხარ ანუ შერაცხული ხარ მკვდრად ეგრე ქვია ბერად რომ აღიკვეცები კვდები ამას ოფლისთვის და რატო უნდა იყოს ახალგაზრდა ბიჭი მკვდარი რომელსაც არ უნდოდა მკვდრად გამოცხადება კაცო და ეხლა ყავთ გამოკეტილი რა უნდა ქნას ვინმე შეებრძოლება ვინმე წინააღმდეგობას გაუწევს თან მით უმეტეს სიბნელის ეშინია ბავშვს ვერ გამოიქცევა იქ რო ფობია აქვს რომც მოკვდეს ვერ გამოიქცევა დღისით თუ გამოიქცევა ვერსად ვერ წავა ანუ რეალურად ეს ბავშვი გამოკეტეს მოწყვიტეს ამ სამყაროს და დედასაც უთხრეს რომ გაიტაცეს ვინ გამოაშენდა საიდან გაიგებდა დედამისი რომელ მონასტერში არის გადამალული თან მით უმეტეს როცა უთხრეს ქალბატონ სოფიას სტიქაროსნებმა რომ შენ შვილს ვიცნობთ აგერ არის მისული ქალი გამოაბრუნეს უკვე რომ არაო ეს სტიქაროსნები ვერ არიან თავის ჭკუაზეო ესე იგი რა და თან მესიჯობენ ისე მესიჯობენ უცბად რაღაცას რომ გაშეშდებიან ხოლმე და სოფოს პასუხს არ სცემენ რომ ვის წერთ რას წერთ გამაგებინეთ მეც კაცო გეკითხები ჩემი შვილი აქ არის და შენ უცბად მესიჯობ რაღაცეებს ეხლა ხო ფაქტის ახეზია რაღაცას მალავა რა იძულებით აღკვეცეს ბერად გვითხრა უკვე ლოკაციამ ბიოლოკაციამ რომ იძულებით აღკვეცეს ბერამ და ახსოვს ეს გურამის ახსოვს რომ იძულებით აღკვეცეს ბერად კითხა უკვე და იციანო ვინ კითხა ესე იგი იძულებით აღკვეცეს მამა სადაა რომ არ ჩდება რატომ არ ეძებს შვილს კითხა უკვე და იციანო მამიდამაცო და კონტაქტიც აქვთო ხო შენ იმას გაიცი პასუხი ხო კონტაქტიც აქვთ იმიტომ არის ცოცხალია და მაგას უყურებს კეპლას მოვარტყავთ რომ გამოჩდება ეხლა ეთყობა ფიქრობენ რომ როგორ გააკეთონ ის რომ იმას უთხრან ანუ ბის ვერ მოატყუებენ ვეღარ ეტყვია რომ იცი რა ქენი მოდი ეხლა ესე ითამაშე ვითომ გაქცეული იყავი ბიჭი ხო არ მოიტყუებს კაცო ბერად არის ამდენი ხანი უკვე შეისწავლიდა ყველანაირ კანონზომიერებას რაც კი ზეციურ ძალებთან არის კავშირი ვარ მოიტყუება ის ბიჭი და ამათ გამო რომ ამათმა რაღაც სიდებილე გააკეთეს არ მოიტყუება ბიჭს მოატყუეს დედა მკვდარიაო და დედას მოატყუეს ბიჭი მკვდარიაო თან იძულებით აღკვეს ეხლა არც ის ბიჭი დათმობს და არც ეს ქალი დათმობს იმას რომ ვიღაცის გამო გაიყიდოს და ჩვენ მოვყიდონ ეს ტყუილი რომ ვითომ ბიჭი გაქცეული იყო და ტყეში ცხოვრობდა ამდე ხანს მარტო ვერ გამოაჩენენ აი ვერც გამოაჩენენ თუ სიმართლეს არ იტყვენ ვერ გამოაჩენენ სიმართლეს თუ იტყვენ ეკლესია მაგარი გადაითელება ხალხისგან იმიტომ რომ რეალურად გადასათელია ეკლესია რა და თუ კი ვინმეს დარჩენია მეთქი ვინმეს დარჩენია ოდნავ ზეციურ ძალასთან კავშირი ამ ბერებიდან და სტიქაროსნებიდან და მღვდლებიდან რა ყველა შემთხვევაში ღონე უნდა იხმარონ და მიაწვდინონ ბიჭს მიაწვდინონ ხმა რომ დედამისი ცოცხალია და დედას მიაწვდინონ ხმა სად არის ბიჭი ყველა შემთხვევაში უნდა გააკეთონ ეგ ბეთანიის ეკლესიაში კიდევ ერთხელ მინდა დავაზუსტო ბეთანიის ეკლესიაში რომ ბერი მორჩილია ის გურამია არ არის გურამი ბეთანიის ნაწილობრივ არ არის ბეთანიის ეკლესიაში რომ მორჩილია მას გურამისთან კავშირი აქვს რამე ნაწილობრივ კი ხომ შეუძლია წინამძღვარს ან ვინმეს უთხრას თუ
აქვს რამე ეჭვები. ბიჭო, წინამძღვარი იმისთვის არის, რომ რო უმალავენ ამ სოფოს და მესიჯობენ, ეს სრულიად ეკლესია მიცის, კაცო. ზედა ხალხმა, ვინც ამ საკითხებში ჩართულია, ყველა მიცის, რომ გურამი ცოცხალია და ბერად არის აღკვეცილი. ყველა მიცის, გეუბნები, იმიტომ ხმას არ იღებენ. და ეხლა ის წინამძღვარი ეტყვის სოფოს, რომ აქ არისო? ის წინამძღვარი გარეული არის ამ ხელა დიდ ტყუილში. ეხლა იმას არანაირი უფლება არ აქვს, თუ შიომ არ გადაწყვიტა და ვინმე მთავარმა, ვინც ამ ეკლესიას მართავს, რომ თქვა სიმართლე. არა აქვს. ერთადერთი თუ თავს გაითავისუფლებს და მართლა ქრისტიანობას დაამტკიცებს, სულ დაიკიდებს ამ წინამძღვრებს და ამ შიოს და მცორუპენტელა მართლმადიდებლებს და იტყვის, რომ მე ვიცი, სადაც არის გურამი და ყველა, ვისაც გურამი უნახია, ყველა იტყვის სიმართლეს. ეს იქნება რეალურად მართლმადიდებლური და ქრისტიანული. დანარჩენი ყველაფერი არის სატანური, ხალხო. სატანურია ის, რომ ბავშვი მოატყუო, რომ დედა არ ყავსო, მოკვდაო და ბავშვი აღკვეცო ბერად. ეგ სატანური არ არის, აბა პირდაპირი მნიშვნელობით გამოვა ეს ჩინში, რომ ესენი ემსახურებიან სატანას და ანტიქრისტიანები არიან და არა ქრისტიანები. თუ კი მაგათმა ეგ გააკეთეს. ერთ-ერთ ქალს ეწერა ერთ ვიდეოზე, რომ გურიკას ადრე ნახა მამათა მონასტერში დარიალის. აბა ეგ კითხეთ, მან თუ ყავდათ. გურამი